დედამიწაზე უამრავი მიტოვებული ადგილია. ქალაქები, სოფლები, თუმცა ჩემი ყურადღება ამ უცნაურმა დისნეის კოშკებით სავსე დასახლება მიიპყრო. ეს 200 მილიონიანი უცნაური პროექტი წლებია უკვე მიტოვებულია. საინტერესოა რა ჯანდაბა მოხდა აქ. ვის მოუვიდა აზრად ამ ყველაფრის გაკეთება? ესაა პირველი კითხვა, რაც თავში მოგდის, როდესაც ამ ასობით ერთნაირ სასახლეს ხედავ. წარმოვიდგინეთ, ცხოვრობთ ამ უბანში და 700 ოჯახს თუ მეტს არა აქვს შენაირი სახლი. რა მოხდა აქ და რატომაა ეს ყველაფერი მიტოვებული? სწორედ ამ კითხვებმა ჩამომიყვანა თურქეთში. თუმცა ყველაფერი მთლად ისე ვერ წავიდა, როგორც გეგმავდი. Alo, dromne uçuruyorsun sen? ცოტა პრობლემები შეგვექმნა. აქედან ვერანაირად ვერ შევალ, ენა ჩაკეტილია. Okay, we can go. Arayın polisi. Polisi arayın mı? და ესეთი საინტერესო და განსხვავებული ვიდეოების გადაღებაში რა თქმა უნდა გვერდში მიდგას ჩემი გენერალური სპონსორი. მივესალმები ჩემს ერთგულ მაყურებელს, საიდან უნდა დაგვიწყო ეს ვიდეო თუ არა აეროპორტიდან მეგობრებო. ეხლა ვიმყოფები შვეიცარიაში, კერძოდ ციურიხში და მივფრინავთ სტამბულში. ძალიან უეცრად გადაწყდა ამ ვიდეოს გადაღება. საერთოდ არაფერი არ მაქვს დაჯავშნილი, არანაირი გეგმა არ არის. ერთადერთი ადგილი მდებარეობა ვიცი სადაც მივდივარ და ერთად აღმოვაჩენთ ახალ საინტერესო ადგილს. ასე და ამგვარად გავემგზავრე თურქეთისკენ. ციურიხიდან 3 საათიანი ფრენის შემდეგ სტამბულის აეროპორტშიც დავფრინდით. ჩამოვედით, სტამბულში ვარ. ხო, პირველ რიგში ხა მოდი ვიქირავოთ ავტომობილი, იმიტომ რომ ადგილი სადაც მივდივართ, აქედან არის დაახლოებით 3 საათის ან ცოტა მეტის სავალ გზაზე. ამიტომ გვჭირდება ყველა ვარიანტში ავტომობილი. სანამ ავტომობილს ვიქირავებდი, აეროპორტში უსაყვარლეს ქალბატონს შევხვდი, რომელიც ჩემი ერთგული მაყურებელი აღმოჩნდა. გაიხარეთ, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. შვეიცარიელოდები ახლა შვეიცარიიდან მოდის. ჩვენ შვეიცარიიდან ჩამოვედით. მართლა, ბაი გიხურებდი კი? ჩემში რო გადაღებული, ხო? გაიხარეთ, აბა წარმატებები და ბედნიერად. კარგად, ძალიან დადებითი განწყობა გადმომდო აი ამ ქალბატონმა. აი მარტო ამისთვის ღირდა YouTube-ის დაწყება რა, რომ ეს სიყვარული მეგრძნო ადამიანებისგან. ძალიან ძვირფასი რამეა, მოკლედ რა, შეუფასებელია. ამის შემდეგ ვიქირავე ავტომობილი, რომლის დაქირავებაც ერთი დღე $40 მიჯდებოდა. თბილისში ხო რენო მყავს, აქაც რენოში მხვდა. წავედით. ესე იგი, ხა მე სასტუმრო არ მაქვს ნაქირავები დიაში. ამიტომ ჯობია წავიდეთ, სადაც მივდივართ. და სადმე ახლო-მახლო, ცოტა დიდ ქალაქში დავრჩეთ რა, სასტუმროში. ცოტა დავისვენოთ და ხვალიდან მერე შევუდგეთ გადაღებას და ამ ადგილის აღმოჩენას. წავედით. სტამბულიდან 2 საათი ვიარი აღმოსავლეთით და ქალაქ საქარიაში გადავწყვიტე გაჩერება. მოკლედ ეხლა რაღაც ახლო მდებარე ქალაქთან გავჩერდი, საკარია თუ რაღაც ესე ქვია რა. და აქ დავრჩებით, აი რაღაც სასტუმრო ვნახე. ამაღ დავრჩები და ხვალიდან წავალთ უკვე გადასაღებად. I want twin room. I don't speak English. It's okay. ალბათ დაგიჩნდებათ კითხვა ვინც ჩემს Instagram-ს თვალს ადევნებს. რატომ არ დავდე ჯერ შვეიცარიის ვიდეო, იმიტომ რომ ჯერ შვეიცარიაში გადავიღეთ ვიდეო და ეხლა ვიღებთ აქ. მაგრამ ნუ ჯერ ეს დავდე და მერე დაიდება, რა თქმა უნდა, შვეიცარიის ვიდეოც. $60 ღირს ერთი ღამე. დავეთით. ძმამ რა გააკეთა? სურათი ჩამოაგდო. არ გაგვაგდო აქედან. ნახოთ, აბა როგორ გამოიყურება $60-ად ჩვენი ნომერი სადღაც არ ვიცი რა ქალაქია, ვერ დავემახსოვრე სახელი. რავი, ძმაო, მშვენიერია. ნორმალური ნომერია რა. დავისვენებთ ეხა. დავტენით ტექნიკას და მოვემზადებით ხვალისთვის. გავათენოთ, როგორც გვჩვევია. ეგ არის, დავჩიქავთით და ჩავბარგდეთ ეხა ჩვენ მანქანაში და წავედით. გადაობა ის არის რომ აქედან არც ახლოს არ არის რა, რატომღაც მეგონა რომ ახლოს ვიყავით. წარმოდგენა არ მაქვს რა მელოდება, რომ მივალთ, რა სიტუაცია დაგხვდება.
და ესეთი მოგზაურობები ძალიან მიყვარს რა, დაუგეგმავი. როგორც თურქეთს შეეფერება, მეგობრებო. დენჯიგარა ლა. სოკარი ყველგან და ყოველთვის, მეგობრებო. ამ ბოლო დროს მიტოვებულ ადგილებს როცა ვიღებ არ მიმართლებს, მეგობრებო. იმედია ტაილანდივით არ დავემართება ეხლა აქაც. ტაილანდში ვინც არიცით მიტოვებული გემის გადასაღებად ჩავედი. და რო ჩავედი არ დამხვდა ის გემი ადგილზე. ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ჩემს მეორე არხზე დევს. ძალიან გადაობა იყო, რამხელა რესურსი, რამხელა ძალის ხმევა დავხარჯე. ჩავედი და გაიმაზა ვიდეო, იმიტომ რომ ის რაც უნდა გადამეღო არ დამხვდა ადგილზე. იმედია ეს სახლები ეხლა აქ ადგილზე დაგვხვდება. თუმცა სანამ დანიშნულების პუნქტში მივიდოდი, სრულიად შემთხვევით, გზად კიდევ ერთ უცნაურ მიტოვებულ დაუსრულებელ დასახლებას გადავაწყდი. ეს რაღა, ბიჭო. ახე ძმაო, რამდენი დაუსრულებელი შენობაა. დაახლოებით 30 კილომეტრი გვაშორებს იმ ადგილამდე, სადაც მივდივარ, რა ხდება ამ რეგიონში. აშკარად მიტოვებულია აქაურობა. ანუ იქ სადაც მივდივართ, ბევრი ინფორმაცია მაქვს მოძიებული იმ ადგილზე. და აქაურობა საერთოდ შემთხვევით დავინახე ხა და არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. აგერზმა ელექტროობაც კი გაკეთებულია, ტაქსელია. წყალგაყვანილობაც გაკეთებულია აგერ. და საინტერესო ისაა, რომ ყველა სახლი ერთნაირია რა. რამხელაფულია ხა დახარჯული და ბოლომდე არ არის მიყვანილი საქმე. შევეცდები მოვიჯო ინტერნეტში ამ დასახლებაზეც ინფორმაცია და voice-over-ში გეტყვით თუ მოვიძიებ. ბევრი ვეძებე თუ ცოტა სამწუხაროდ ინტერნეტში ვერანაირი ინფორმაცია ამ ადგილის შესახებ ვერ ვნახე. ამიტომ კითხვა თუ რატომა მიტოვებული ამ ხელა პროექტი პასუხგაუცემელი დაგვრჩა. საინტერესო ის რა არის, ანუ ტერიტორიულად ახლა არაფერი ისეთი განსაკუთრებული ადგილი ეს არ არის. გარშემო არაფერი დიდი ქალაქი არ არის. რატო გადაწყვიტეს რომ აქ ესეთი ძვირადღირებული პროექტი გაეკეთებინათ, არ ვიცი. თუმცა ამაზე ძვირადღირებული, თან ბევრად ძვირადღირებული უნდა ვნახოთ ახლა. 30 წუთში მივალთ ბურჯ ალ-ბაბას, ესე ქვია იმ დასახლებას, რის სანახავად ჩამოვედით აქ. თუმცა სანამ იქ მივალთ, გადავწყვიტე გზად რესტორანში გამევლო და გემრიელი თურქული კერძები მეჭამა. დათანაი აქ რომ დრონი ჩამოვარდნას გადარჩა, ეგ აღმენიშნა. შვენიერი მომსახურებაა, რა ვიცი. ძალიან მალე გაიწყო ეს სუფრა. ძალიან გემრიელია. ძალიან კარგად შემწვარე ხორცია. ვერაფერს ვერ დაუწუნებ. სოკო და ყველი, ნახე როგორ იწელება. აუ ეს კაი უნდა იყოს. ეს ძალიან მაგარია. არა მგონია ეხა აქ მოხვდეთ ვინმე ამ ხარეში რა გინდათ, მაგრამ რა ვიცი, მაინც ამოვანათებ სახელს ამ რესტორნის. ვაი და სადმე აქეთ გამოიაროთ. შემოიარეთ მშვენიერი გარემოა და კაი გემრიელი კერძები აქვთ. გემრიელი ლანჩის შემდეგ სულ რაღაც 15 წუთში ბურჯ ალ-ბაბას მიტოვებულ დასახლებასაც მოვადექით. ვაუ. რა ეფექტურია, მე გადავედი. თუმცა აქ ყველაფერი ისე მარტივად არ დამხვდა, როგორც წარმომედგინა. დასახლების მთელი ტერიტორია მავთუ ხლართებით იყო შეღობილი, სადაც უამრავი გამაფრთხილებელი წარწერა გვამცნობდა, რომ ტერიტორიაზე შესვლა სასტიკად აკრძალულია. ეს არ ვიცოდი თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა არ შეიძლებოდა. კამერები აყენია ძალიან ბევრგან და მთელი ეს ამხელა ტერიტორია არის შემოღობილი რა და წარწერებიც არის ყველგან, რომ ტერიტორიაზე შესვლა არის აკრძალული. მაგრამ პრინციპში როცა ესეთი სირთულეები ჩნდება, კიდე უფრო სათავგადასავლო ხდება მოგზაურობა. ხო და თუ თქვენს გიყვართ მოგზაურობა და თავგადასავლები, სტუდიო ლიბერტის აქვს ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეძლებთ მიიღოთ უნიკალური ტურისტული გამოცდილება სპეციალურ ფასად. ყოველ თვე
დაიდება ერთმანეთისგან განსხვავებული და გამორჩეული სათავგადასავლო ტურები. შესაბამისად, რისი აღმოჩენაც არ უნდა გინდოდეს, აუცილებლად იპოვი შენთვის საინტერესო მიმართულებას. და იმისათვის, რომ ისარგებლო აღნიშნული საოცარი შეთავაზებებით, საჭიროა იყო ან გახდე სტუდიო ლიბერტის წევრი, არჩიო შენთვის სასურველი ტური და მოემზადო დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის. მაპი მაქვს მეგობრებო გახსნილი. აი ეს ტერიტორია, სადაც გზა გადის, აქედან ვერანაირად ვერ შევალთ, მთლიანად ჩაკეტილია. და ვფიქრობ, ეხლა საიდან შეიძლება მივუდგეთ, აი მაგალითად, აი აქ რომ მოვხვდეთ უკანა მხარეს. აქედან შეიძლება შევიდეთ. იმიტომ რომ აქ ეხა კონტროლი ნაკლებად იქნება რა, ძირითადი კონტროლი ალბათ წინა მხარეს არის. მოდი ავუშვათ დრონი. დრონით დავათვალიეროთ ეს ტერიტორიები, თან გადავიღოთ და მერე უკვე ვიმოქმედოთ, როგორღაც უნდა შევიდეთ, იმიტომ რომ აქ იმისთვის არ ჩამოვსულა, რომ ესე დავნებდე. კაი, მოდი ავუშვათ დრონი. ოღონდ ცოტა უკან დავწიოთ მანქანა, თორე აქ ჩანვართ. დრონი აუშვით და 10 წუთიც არ იყო გასული შეგვამჩნიეს და სასწრაფოდ გადაღების შეწყვეტა მოგთხოვეს. Alo, drone ne uçuruyorsun sen? Making video. Drone. No drone? Drone. Turkish. Yasak. Turkish bilmiyorum. Yasak. Problem? Problem tabii. Okay. Bize problem. Biz bekçiyiz. Onları gözetiyoruz. Drone'dakileri sileceksin. 1 minute. თურქული არ მესმოდა, თუმცა რთული მისახვედრი არ იყო, რასაც გვეუბნებოდა. Bunu kapat ve sil. Sil biz adam arıyoruz. Çektiğin şeyleri sil. Yoksa polis çağıracağım. გადავწყვიტე თანხა შემეთავაზებინა გადაღების სანაცვლოდ. და როდესაც სიტყვა დოლარი გაიგონა, სულ სხვანაირად ალაპარაკდა. დოლარ? Dolar. ოკეი. Girecek misin? Oraya ben gel. მოკლედ $50 მე მგონი შევძლებთ რომ შევიდეთ. არ ვიცი ხა ეს კაცი ოკეიო და საერთოდ მანქანაში წავიდა და მე მგონი შეასრულთან იქნება. ასე? Drone orada yasak gezmek. Drone no. Ha. No drone. Ben geçiye bakalım imzalayacağım yarım saat bak. Şimdi yarım saat ama. Yarım. Şuradaydı bak şuraya çeyrek kala geleceksin. შემოვედით და 30 წუთი გვაქვს ხა აქაურობა რომ გადავიღოთ. ფული ჯოჯოხი ცანათებს უნდა თქვამია. რა უცნაური გარემოა. საინტერესოა რა ჯანდაბა მოხდა აქ. ეს ბურჯალ ბაბასია, დაუმთავრებელი და მიტოვებული საცხოვრებელი კომპლექსი, თურქეთის ქალაქ მუდურნუს მახლობლად. აქ თქვენ ნახავთ 732 ზუსტად ერთნაირ, იდენტურ ციხესიმაგრის მსგავს სახლს, რომლებიც დისნეის სამყაროს მოგვაგონებს. სახლების უმეტესობა გარედან დასრულებულია, ხოლო შიდა ნაწილს რაც შეეხება, როგორც ჩანს, სამუშაოების შუა პროცესში გაჩერდა. ნახეთ, მასალაც კი ყრია რა. დათბუნების მასალაა ეს მე მგონი. აგერ ცემენტი და რაღაცეები. აგერ უნიტაზიც არის ჩაშენებული. გიფსო კარდონი ნახე, დაწყებული როა. ავიდეთ აბა ზემოთ. მეორე სველი წერტილი. წყალგაყვანილობა აქაც გაკეთებულია. ანუ ზოგიერთ სახლზე მეტალოპლასმასის კარფანჯარა ჩასმულია, აი აქ მაგალითად ჩასმულია. ეს ალბათ აქ ლიფტი კეთდება. ეს არის ლიფტისთვის ბოჭონი. და ავდივართ მეოთხე სართულზე. სადაც არის უკვე აივანი. ვერანდა თუ რაც ქვია. აი ესეთი სიტუაცია აქ. ეს ამდენი ერთნაირი ციხესიმაგრე რო დგას ესე და ყველა რომ მიტოვებულია, ძალიან უცნაურ შეგრძნებებს იწვევს. მშენებლობა აქ 2014 წელს დაიწყო და 2018 წელს შეწყდა. ზუსტად 7 წელი გავიდა, რაც ეს ადგილი მოჩვენებების ქალაქად იქცა და მას შემდეგ აქ არც ერთი შენობისთვის თითი არავის დაუკარებია. აი ამ სახლს ხა მაგალითად არ აქვს კარფანჯარა. აი ეს საერთოდ ის არის, რა ქვია. შეღებილიც არ არის. აქ ნახე. იატაკის გათბობაც კია გაკეთებული. ზოგ საერთოდ აი კედლებიც კი არა აქვს. ანუ სხვა კონდიციებშია სახლები რა. ეს უცნაური პროექტი თურქულ კომპანია საროტ ჯგუფს ეკუთვნის, რომლის დირექტორებიც იყვნენ ძმები მეჟერ და მეჰმედ იერდენელები.
მათი მიზანი იყო შეექმნათ მაღალი სტანდარტების მქონე მდიდრული დასახლება, ხოლო სამიზნე ბაზარს სპარსეთის ყურეში მცხოვრები მდიდარი არაბები წარმოადგენდნენ. სწორედ ამიტომ დაარქვეს დასახლებას არაბული სახელი ბურჯ ალ-ბაბას. ძმები თვლიდნენ, რომ აქაური კლიმატის სიმშვიდე და სიმწვანე მიიზიდავდა დუბაიში, კატარში თუ ბაჰრეინში მცხოვრებ ადამიანებს და ამ დასახლებაში უძრავი ქონების შეძენის სურვილი გაუჩნდებოდათ. რა სიტყვის მეგობრებო, იყიდით ეხა ესე ცახს. წარმოიდგინეთ, ცხოვრობთ ამ უბანში და 700 ოჯახს თუ მეც არა აქვს შენაირი სახლი, ანუ ყველას გაქვთ ერთნაირი სახლი. მე მაგალითად არ ვიყიდი აქ სახლს. ჯერ ვიზუალურად საერთოდ არ მომწონს ეს. მულტფილმიდან გადმოტანილ სახლს ყავს და მე ამდენი ერთნაირი რავი, აი ძალიან უცნაურ შეგრძნებებს იწევს რა, ალბათ დამეთანხმებით თქვენც. საინტერესო იქნებოდა, რომ გაგრძელებულიყო ამის მშენებლობა, დასრულებულიყო, რამდენად გაამართლებდა და რამდენად დასახლებოდა აქ ხალხი და იყიდდა ამ სასახლეებს. იაფი ნამდვილად არ ეღირებოდა ეხლა კაი დიდი ზომის სასახლეები. კი, ზუსტად ასია, იაფი არ იყო. ერთი სახლის ღირებულება 400,000-დან $9 მილიონ მერყეობდა. გაგიკვირდებათ და მშენებლობის დაწყებიდან 4 წელში 300 ერთეული სახლი, ანუ კომპლექსის თითქმის 50% გაყიდული იყო. წარმოიდგინე ამ ხელაფულს იხდი სახლში, რომელიც გონია რომ აგიშენდება და იცხოვრებ, მაგრამ დაზღვეული არ ხარ, რომ ესეთი რაღაც შეიძლება დაემართოს პროექტს. თუ ვინმე მაგ სახლი შეიძინა, რა თქმა უნდა, დაზღვეულები არ იყვნენ, მაგრამ მე დაზღვეული ვარ, მეგობრებო. იცით რატომ? გამოიცანით. კი ბატონო, ჩემი არხის სპონსორია PSP დაზღვევა, რომელიც აზღვევს ჩემს მოგზაურობას და რა თქმა უნდა მეხმარება იმაში, რომ ესეთი საინტერესო და განსხვავებული კონტენტი შემოგთავაზოთ. ეს არის მოლი, რომელიც ასევე დაუსრულებელია და არის საკმაოდ დიდი. ანუ იმდენად დიდი ზომის არის ეს მოლი, გათვლილი არ იქნებოდა მხოლოდ აქ ცხოვრებ ადამიანებზე რა, დიდი ალბათობით სხვა ქალაქებიდანაც ივლიდნენ აქ. გათვლა ყოველ შემთხვევაში ეგეთი ექნებოდათ. რამდენი ფულია დახარჯული, წარმოიდგინე. და სულ ტყუილა. ამ პროექტში კომპანიამ $200 მილიონი დახარჯა ამ კონდიციამდე, რომ მieყვანა, რასაც დღეს ვხედავთ. 2018 წელს საროდ ჯგუფს ფინანსური პრობლემები შეექმნა. რამაც მშენებლობის დროებით გაჩერება გამოიწვია. ამასთან დაერთო ეკონომიკური კრიზისი თურქეთში. მიუხედავად ამისა, კომპანია მაინც იმედოვნებდა, რომ სახლების დარჩენილ ნაწილს გაყიდდა და ფინანსურ პრობლემებს აღმოფხვიდა. თუმცა ასე არ მოხდა, რადგან მათ და საუბედუროდ 2019 წელს დაიწყო პანდემია, რამაც საბოლოოდ გაყინა პროექტი. საროდ ჯგუფი კი გაკოტრდა. აი ნახე. იქ ზემოთ. ჩემი აზრით საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა აი იმ სახლის ყიდვა, რომელიმეს იქ რო დგას ბოლოში. განცალკევებითაც ხარ, ბევრად მყუდროდ იქნებოდი და ხედები გექნებოდა სასწაული. თუმცა არ შედგა ეს პროექტი სამწუხაროდ. ეს ადგილი არის სტამბოლსა და ანკარას შორის ზუსტად შუაში რა. დაახლოებით 3 საათი გინდა რომ აქედან სტამბოლში ჩახვიდე და დაახლოებით იგივე დრო გინდა რომ ჩახვიდე ანკარაში. ეგეც იყო გათვლა, არ ვიცი, რომ ორივე ქალაქთან მეტნაკლებად ახლოს ყოფილიყო. როცა ამხელა ფული იხარჯება პროექტში, წესით ყველაფერი გამოკვლეული და წინასწარ გათვლილი უნდა იყოს. და აქ ეგ ყველაფერი რამდენად გაკეთებულია, არ ვიცი, მე რაღაცებს ვერ ვიაზრებ. იმ ადამიანებმა, ვინც სახლები შეიძინეს პროექტში, არაერთხელ მიმართეს სასამართლოს, რომ თავიანთი გადახდილი თანხა უკან დაებრუნებინა კომპანიას. თუმცა უშედეგოდ, რადგან გაკოტრებული საროდ ჯგუფი მათ ვერაფერს დაუბრუნებდა. 2021 წელს ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ შეიძინა პროექტი. ამან გააჩინა მცირედი იმედი მყიდველებში, რომ ერთ დღესაც შეიძლება განახლდეს მშენებლობა და დაასრულდეს მათი საკუთრება. მაგრამ ჯერჯერობით 2025 წლის მონაცემებით არანაირი პროგრესი არ ჩანს და ამ დასახლების ბედი ისევ ბურუსითაა მოცული.
ჩვენ დროს გადავაჭარბეთ 1 საათით. რადგან დათქმულ დროს თითქმის 1 საათით გადავაჭარბეთ, დაცვის თანამშრომელი დაგვედგა იარაღით და საკმაოდ აგრესიულად იყო განწყობილი. Wait 1 minute. Neredesin? Saat kaç? Saat kaç? Look, don't work. Okay, we can go. Arayayım polisi. 1 minute, 1 minute. Polis arayayım mı? No. He? 1 minute. Speak. Sana yarım saat dediler, sen 1,5 saat oldu. Neredesin? დრო ისე გავიდა, ვერ გავიგეთ რა, გაგვეპარა. Okay? We can go. Hayır git. Gel. ავეჩით. Bye bye. ზუსტად ამ მომენტში, როცა მანქანისკენ მივდიოდი, დაინახა, რომ კამერით ვიღებდით და მთელი მასალის წაშლა მოგთხოვა. თუმცა ეს თიბარათის ამოღება მოვასწარი. Hadi yürü. ისეთნაირად ვქენი, რომ ეგ გონებოდა რომ წავშალე. ცოტა დაძაბა. ну აიღე, შეჩემა ძლივს გადაგაიღადაო. აგირი არ წაგვაშლევინა. We talk. Vitok. He said okay. Şuraya bir imza at. He said okay. Geldiğine dair. Şuraya. Bak. İsmini yaz. Ama ikiye katladı. Yarım saat dedin. He said okay. He. Dur plaka gibi yazayım. Oh. Bye bye. ვარღადაო. Let's go. ეგარი გამოვაღწიეთ. ცოტა დაგვაკლდა, რომ კადრები წაეშალა რა, კადრების წაშლა მოგთხოვა. და რაღაცეები ვიჩალიჩე, თითქოს ვითომ ვშლიდი და მოკლედ საბოლოო ჯამში გამოვაღწიეთ კადრებიანა რა და ძალიან ასწორებს. მიუხედავად პატარ-პატარა პრობლემებისა, აინც შევძელი რომ ეს ვიდეო შემდგარიყო და ისე არ დაფეილებული იყო, როგორც მოხდა ტაილანდში. გამოიწერეთ ძალიან გთხოვთ ჩემი არხი, იმიტომ რომ თუ კი 500,000 გამომწერზე, 9,500,000 გამომწერზე ავალთ, მე წავალ დედამიწის დაუსახლებელ მეშვიდე კონტინენტზე. და რომელია ეს მეშვიდე კონტინენტი? ანტარქტიკა რა თქმა უნდა. ამიტომ გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ არარეალურად მაგარ ვიდეოებს. სახში რემონტი მაქვს ხოთა შორის. ხوار გავწიოთ რაღაცეები. აგერ ძმა უნიტაზი შეგვიძლია ჩავხსნათ. წარმოედგინე ხა ამას რო ხსნი და ესე რო გარბიხო.